ტრამპის თანაგუნდელი კონგრესმენის კიდევ ერთი ხისტი გზავნილი ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო ვილსონი ცივილურ სამყაროს მოუწოდებს ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე. ეს განცხადება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჰადსონის კვლევით ცენტრში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა, რომელშიც საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა. ვილსონმა ასევე დაანონსა ქართული ოცნებისა და ამერიკის 47 პრეზიდენტის სამომავლო ურთიერთობა და ღიად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერ იქნება იმ პოლიტიკური ძალის მოკავშირე, რომლის ლიდერებიც ირანის რეჟიმთან მჭიდრო კავშირში არიან. ნათია გოგსაძე მუშაობს თემაზე, ისახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნათია, კიდევ რა გზავნილები მიიღო ოლიგარქის კლანმა ამერიკელი კონგრესმენისგან და მსოფლიომ საქართველოს პრეზიდენტისგან? ასადის რეჟიმის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკა ჰქონდა შეერთებულ შტატებს და ეს რეჟიმი დასრულდა. ეს არის კარგი მაგალითი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. დაახლოებით ამგვარი სულისკვეთების განცხადება ჰქონდა ჯო ვილსონს, ტრამპის გუნდის წევრს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა მსოფლიომ ერთიანად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს არჩევნების 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების აღიარება არ მოხდეს და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყონ საუბარი ოფიციალურ პირებთან საქართველოში, რაც დაინიშნება ხელახალი არჩევნები. მე ქეთს ვიხრი ქართველი ხალხის წინაშე, მათი გამოსვლების, მათი სიმამაცის წინაშე აცხადებდა ჯო ვილსონი დღეს ჰადსონის ინსტიტუტის ბაზაზე გამართულ დისკუსიაში, რომელშიც ჩაერთა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და ამბობდა იმას, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიდგეს ქართველი ხალხის გვერდით, რაც თავარია არ მოხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აღიარება. ვინაიდან ეს არის რეჟიმი, რომელიც ამერიკის წრეებთან თანამშრომლობს და მან დღეს პირველად ახსენა ის, რომ როდესაც თეირანში იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმი სწორედ ამერიკის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. რა თქმა უნდა, ახსენა მან ჩინეთთან ურთიერთობები და ისიც, რომ ქართველი ხალხი ავღანეთში ამერიკელების გვერდით მხარ-დამხარ იბრძოდა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მსოფლიოში. დღეს ჯო ვილსონმა ასევე ახსენა ის წერილი, რომლითაც ტრანსატლანტიკური სივრცის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გაუგზავნეს ამერიკის პრეზიდენტსაც, მათ შორის ერთიანი ხელმოწერა ჰქონდათ მთელი ევროპული და ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მიმართ, რომ მათ არ აღიარონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ეს ეხება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც მთავრობას, ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. დღეს ჯო ვილსონს არ დავიწყებია ის, რომ მან საგანგებოდ დაპატიჟა სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პირი საქართველოდან ტრამპის ინაუგურაციაზე, ვინაიდან მას ამით უნდოდა გამოეხატა თუ რამდენად მტკიცე და ურთიერთობები არის შეერთებულ შტატებსა და ქართულ ხალხს შორის და განაცხადა ისიც, რომ ქართული ოცნების ყველა მცდელობა მოაგვაროს ურთიერთობები დონალდ ტრამპთან, იქნება სრულიად ფუჭი და თქვა ისიც, რომ აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ჯო ვილსონმა თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს შეერთებული შტატები. საქართველოს პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ აუხსნა პარტნიორებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პატარა ქვეყანა თავისი მებრძოლი ხალხით იყოს დასავლური ლიდერების დღის წესრიგში და მათ გონებაში. Why Georgia should be on your mind? მინდა ვთქვა ის, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო თქვენ გონებაში. მისი მეგობრების გონებაში უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. პირველ რიგში საქართველო არის ერთ-ერთი მტკიცე მეგობარი შეერთებული შტატების რეგიონში და რეგიონს მიღმა. ჩემი მესიჯი თქვენთვის არის, რომ თქვენ უნდა დადგეთ მტკიცედ. ვგრძნობ, რომ მხარს გვიჭერენ ამერიკელი მეგობრები. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. თუ რუსეთი ნახავს, რომ შეუძლია ეს გაუვიდეს, მისი სტრატეგია გაიმარჯვებს. არ უნდა იქნას აღიარებული არჩევნები. არ უნდა იქნეს აღიარებული დე-ფაქტო პრეზიდენტი. უნდა მოხდეს ზეწოლა სანქციებით, არა მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერებზე, არამედ მათი მხარდამჭერების პირველ წრეზეც. ყველგან ასია ერთპარტიულ სისტემებში. ისინი დამოკიდებული არიან მხარდამჭერების პირველ წრეზე. იქნებიან ესენი ბიზნესმენები თუ სხვები. ამიტომ სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და ის ასუსტებს ავტოკრატიულ და პრორუსულ რეჟიმს. ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვეხმაროთ. ჩავატაროთ ახალი არჩევნები, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს ამ ღრმა კრიზისიდან საქართველოს გამოსვლისთვის. ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად შედგება. მე ამაში დარწმუნებული ვარ.
Bidzina Ivanishvili. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა რომ დიქტატორი გახდეს, არის რუსეთის მარიონეტი. ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დაექვემდებაროს დამყრობელთა ღერცს. მათი პრემიერ-მინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობაზე. სამხედრო დამნაშავე პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი საბჭოთა იმპერია. პოლიტიკა დონალდ ტრამპის არის ძალიან ნათელი. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში. ამიტომ ფუჭია იმედი ქართული ოცნებისა, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოვა იქნება ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ, რომ სანქციები დაუწესდა ივანიშვილს გასულ კვირას. ეს არის ოპერატიული, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქართველი ხალხისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მიიღეს ასადის რეჟიმის აღიარების აქტი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა ასადის რეჟიმი. ახლა ეს რეჟიმი აღარ არსებობს. მადლობელი ვარ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ეს არის ოპერატიული, ჩვენ ორმხრივად მუშაობთ ქართველი ხალხისთვის. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. კონგრესში წარვადგინე ხელახალი ორპარტიული მეგობარი აქტი და ქართული კოშმარი. აღიარების აქტი. დამატებით მოვითხოვთ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. I stand with the Georgia Act on behalf of free and fair elections. God bless Georgia. God bless America. Thank you very much. დიახ, ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ჩვენ მხარს უჭერთ ახალ არჩევნებს, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ჯო ვილსონმა, რომელმაც ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას ასევე ახსენა მარკო რუბიო, მომავალი სახელმწიფო მდივანი და გაიხსენა მისი ოჯახის ისტორიაც და თქვა, რომ ის არის დევნილი საბჭოთა კავშირიდან, ამის შემდეგ ცოტა ხანს ცხოვრობდა კუბაზე და მისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რას ნიშნავს რუსეთი და საბჭოთა კავშირი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარკო რუბიომ კონგრესმენებისგან მიიღო წერილი, სადაც კონკრეტული პირების ივანიშვილის უშუალო გარემოცვის დასანქცირებასაც ითხოვენ. ამ დისკუსიაში დღეს მონაწილეობდნენ ლორა ტორტონი, მაკენის ინსტიტუტიდან, კურტ ვოკერი, საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, ლუკ კოფი თავად, არა მხოლოდ მეგობარი და პარტნიორი ჩვენი ქვეყნის და დიდი ხნის მოკავშირე, არამედ ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი და რაც ყველაზე მთავარია, ამ გამოსვლის შემდეგ მაშინვე დატვიტა რიჰარდ სკოლსმა, რომელიც არის ევროპარლამენტარი და რომელიც ითხოვდა იმ საერთო წერილით, რომელსაც ახსენებდა დღეს ჯო ვილსონი, რომ აუცილებელია საქართველოში დაინიშნოს ხელახალი თავისუფალი არჩევნები და მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღესვე ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის რეჟიმისგან არავინ არ მიუწევიათ ტრამპის ინაუგურაციაზე, აქ მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ დღეს რადიო თავისუფლება მოიპოვა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გუნდიდან დაადასტურეს ოფიციალურად, რომ ვაშინგტონში არელიან არც ირაკლი კობახიძეს, მით უმეტეს არც მიხეილ ყაველაშვილს, ერთადერთი ფაქტი რჩება ფაქტად, რომ სალომე ზურაბიშვილს ისინი განიხილავენ როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელსაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების უნიკალური შანსი ექნება საქართველოდან.